განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემი აზრით ზუგდიდის დღე იყო ჩემი აზრით საერთოდ განსხვავებული ილია ჭავჭავაძეს როგორ შეიძლება რომ არ გაგახსენდეს ილია ჭავჭავაძე მოვალ სამეგრელოში და ვნახე საქართველოს ნამდვილად ჩვენ ვნახეთ ნამდვილი საქართველოს გუშინ ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებებით გლოვით ბათუმის და რაც თავარია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით და ნიკა მელია იყო ამ აქციის ასე ვთქვათ მთავარი წარმმართველი ძალა ხალხი პირველ რიგში და შემდგომ უკვე ნიკა მელია ნიკა რატომ მოხვედით აქ გასაგებია ჩემთვის და მაინტერესებს უბრალოდ რა პოზიციას დააფიქსირებ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიგოს ახლა ბიზინა ივანიშვილმა და დარწმუნებული ვარ მეც თქვენს და ყველა რომ უყურებს ახლა თქვენს გადაცემას თუ არ უყურებს გადაცემენ აუცილებლად მთელი პასუხისგებლობა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიზინა ივანიშვილს ეხაც მის სიცოცხლეზე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე ჯანმრთელობაზე გეკისრება ბიზინა ივანიშვილო პასუხისგებლობა მთლიანად შენ და მე ვფიქრობ უნდა დაფიქრდეთ თქვენ თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ ხალხო არ მინდა ეხა ეს მუქარად ჩათვალოს ბიზინა ივანიშვილმა კი მაგრამ 14 ოქტომბერს გაიმართება ფართო მასშტაბიანი ძალიან ძლავრი აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხო და ყველაფერი უნდა იღონოთ ახლა რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე რომელიც თქვენ ხელშია თქვენივე დატუსაღებული თქვენს მიერვე უკანონო დატუსაღებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ თუ კი გაქვთ წარმოდგენილი რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში განსაკუთრებით თქვენ თავს თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ რომ ეს მოხდეს მაგრამ თუ კი გიფიქრიათ და მე ვფიქრობ გიფიქრიათ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს ამიტომ ძალიან სამწუხაროა რომ ამის ფაქტის კონსტატირება მიწევს მაგრამ ნუ იმდენად დაბიო ხალხი აღმოჩნდა ეხლა ვკითხულობდი მანქანაში რუსთავში სანამ ჩამოვიდოდი კაცი ციხეში ყავთ გამომწვეული პატიმარი შიმშილოს და ბოლო სიტყვებით ლანძღავენ აი ბოლო სიტყვებით უკანასკნელი სიტყვებით აი ტალახში აგორავებთ რა კობახიძე და დაწყებული ღარიბაშვილით გაგრძელებული რაღაცა ხო არსებობს ეხლა ფსკერი მორალური დაცემის არ არსებობს როდესაც ეთყობა საკითხი ეხება ქართულ ოცნებას არაფერი ეს ბრაზი ეხლა რომელიც აქ სუფევს ხო ეს ბრაზი იზრდება ეს ბრაზი აუცილებლად კონვერტირდება ძალიან დიდ სახალხო მღელვარებაში არ ხუმრობთ არც ვემუქრებით შეუძლებელია ხა ეს თუ ეხა ვინმეს გონია რომ ხა მიხეილ სააკაშვილის ხა სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობას ჩვენ ახლა აი ასე როგორც ვდგავართ ასე შევხვდებით ძალიან ცდება ხო შეუძლებელია უნდა ყველაფერი ვიგონოთ და ვაკეთებთ გვაქვს ჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო საზოგადოებასთან მიხეილ სააკაშვილი ვფიქრობ რომ ამ გადაწყვეტილებამდე გაანგებდა შეგრებულად მივიდა და ეხლა ის წირავს საკუთარ თავს და მას სჯერა რომ ეს არის მართალი ბრძოლა და არაფრად არ უღრის საკუთარი სიცოცხლე და არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს განსხვავებული პოზიცია რომ ჩვენი სიცოცხლის ჯანმრთელობაც უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენ ბოლომდე ვართ ამ ბრძოლაში ბოლომდე ვიქნებით და ბოლომდე წავალთ არ არსებობს უკან დახევა აქ არ იქნება ეხლა მე ძალიან მინდა რომ უბრალოდ ყველა კარგად გავაცნობიეროთ რა დიდი მნიშვნელობის მატარებელი იქნება 14 ოქტომბრის აქცია და რომ ზუსტად დეტალები რო გითხრათ სად და როდის 6 საათზე თავისუფლების მოედანზე თბილისში ყველანი უნდა გავიდეთ ხახდო პარტიული კუთვნილება საერთოდ ვის აინტერესებს არავის ხო არც თქვენ არც მე და არც აქ ყოფ ადამიანს და მაყურებელს თქვენსაც ყველანი უნდა გავიდეთ რომ სირცხვილი აღარ ჭამოს ამ ქვეყანამ 32 წლის განმავლობაში მეორეჯერ როდესაც ჩვენი უმოქმედობით ან მოქმედებით რომელსაც ადგილი აქვს ოცნების მხრიდან კლავთ პრეზიდენტს ქვეყნის
იცით რა არის? შველა მიხეილ სააკაშვილს როგორც პარტიის ლიდერს, როგორც პოლიტიკოსს კი არ სჭირდება. ზრუნვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არ ეხება, ხო? ჩემის აზრით პირველ რიგში ზრუნვა ეხება ამ ქვეყნის ღირსებას და მომავალს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე, როდესაც საუბარი არის, აქ პოლიტიკური კუთვნილება პარტიული მით უმეტეს არის მეასეხარისხოვანი და მიხარია ეს ფაქტია უკვე შემდგარია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თulis მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად. ეს ფაქტი უკვე არის. ხელის გულზე დევს. ბევრი მათგანი იღებს მონაწილეობას ამ აქციაში, რომელიც გაიმართება 4-ში, მე გადაცხადეს მათ, ბევრი მათგანი, ვინც ჯერ არ გააკეთა განცხადება, დარწმუნებული ვარ, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას. ხოლო ერთ-ერთი ოპოზიციური თითქოს პარტია, რომელმაც ეს ყველაფერი არ თქვა, მაგრამ ამას არ მივაქციოთ ყურადღება ძვირფასო მეგობრებო და ნაციონალ მოძრაობის ამორჩევლებს და მხარდაჭერებს მინდა ვთხოვო ჩვენ უნდა ახლა გავერთიანდეთ და არა დავიყოთ. გავერთიანდეთ და ეს ადამიანი ამის მაგალითს გვაჩვენებს ხო ციხეში ხო რუსთავის ციხეში ჩვენ იმისათვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ ნიშნის მოგებით ერთმანეთთან რომ ვიღაცის მიმართ ანგარიში გავასწოროთ. არავითარ შემთხვევაში უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის მომავლისთვის და პირველ რიგში რაც შეიძლება მალე მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან უკანონოდ სადაც იმყოფება მის დასახსნელად. ეხლა არ ვიცი რა აზრი აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, ვიცი რომ ამას არ გააკეთებენ. მე უნდა მომეცეს, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა და უფლება, რომელიც წესი და იგივე მქონდა, მაგრამ სასწრაფო წესით ჩამომართვეს ეს უფლება, ხო? შემიჩერეს დეპუტატის უფლებამოსილება დაჩქარებული პროცედურებით, რომ არ მქონოდა ამ ადამიანთან მიხეილ სააკაშვილთან პირადი ინტერაქციის შესაძლებლობა. ხალხო გავიაზროთ მოშიმშელი ადამიანი, რომელიც უკვე მე-10 დღე არის ხო შიმშილობს და გაირკვა ხო ყველასათვის დღეს რომ ციხემდეც იგი არ იკვებებოდა ნორმალურად ნებისმიერ საათს ნებისმიერ წუთს მისთვის შეიძლება ყველაფერი ფატალურად განვითარდეს და მე რა ბიძინა ივანიშვილი მე არ არის მიხეილ სააკაშვილი არ არის პრობლემა იქნება მიხეილ სააკაშვილი და გექნებათ პრობლემა თქვენ. მაგრამ ესეც არ არის ჩვენი ამოცანა რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს პრობლემა. ამისთვის არ ვიბრძვით, მაგრამ ხვალ აუცილებლად მივიღეთ შესაბამის ზომებს დილიდან მე ყველა ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულ ეჭვთან მექნება შეხვედრა და ხმა ბოლომდე უნდა ავიმაღლოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ 14-ში 6 საათზე თავისუფლების მოედანზე ვიყოთ ძალიან ბევრი. არც ერთმა ადამიანმა არ უნდა დაიზაროს და გამოვიდეთ და დაინახოს მთელმა სოფლიომ რა ხდება ქვეყანაში. ეს არის საუკეთესო და უებარი გამოსავალი ხახნო 14 ოქტომბერს 6 საათზე თავისუფლების მოედანზე მთელმა სოფლიომ დაინახოს და ამით დავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილს რომ მალე ვიხსნათ უკანონო პატიმრობიდან. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთს უსმენთ კითხვას ხო? რა გავაკეთოთ? როგორ შევეხიდოთ? როგორ გაუწოდოთ დახმარების ხელი გეუბნებით? ვამბობთ 14-ში 6 საათზე თავისუფლების მოედანზე. ვიქნებით ძალიან ბევრი. იმაზე მეტნი ვიქნებით ვიდრე გონია ბევრს. და მეწმუნეთ ძალიან სწრაფად შეიძლება ვითარებოდა მიხეილ სააკაშვილი იმაზე მალე დატოვებს პატიმრობას ვიდრე გონია. ძალა არის ხალხში ახლა, მაგრამ პირველ რიგში ახლა უნდა ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე და მე ეჭვიც არ მეპარება რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილს სურს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილიც და ჯანმრთელობის განადგურებას. ეხლა ხო, მაგრამ ეს ხო გასაგებს ხდის, ეხლა თქვენ სახალხო მკვლევარებაზე ისაუბრეთ, ეს ხო გასაგებს ხდის რომ უმძიმესი მდგომარეობა შეიძლება მოექცეს საქართველოს. და ბიძინა ივანიშვილს გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო იქ სადაც არის, ხო? მიხეილ სააკაშვილმა განგებ ასე თავგანწირვითი დაბიჯი გადადგა და ასე აზანზარებს ეხა რეჟიმს. ხო, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი უკანდასახევი ყველა გზაც მოჭრა და მათაც ყველა ხიდი დაუწვა პრაქტიკულად. ამაზე ისაუბრეთ, ხო დღეს გაცხადდა რომ არის სამწუხაროდ კონკრეტული ერთი დაავადებული სისხლის დაავადებით, ეხა მხოლოდ ამ დღეების განმავლობაში, რომელიც საჭიროებს ყოველდღიურად მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხო? და მხოლოდ
ეს პროცესი, როდესაც მშიერკუზე რამდენიმე აბს მიიღებს, ხო, მხოლოდ ეს მოკლავს ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანსაც. კი, ამიტომ უკვე კრიტიკულ ზღვას მივუახლოვ და ყველანაირი ვითარება ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები სიტუაციისა. ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები ვითარებისა და ეს მინდა იცოდეს ძალიან კარგად ბიზინა ივანიშვილმა რა. ძალიან დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი.